რა გზებზე მატარებ ბიჭორა. მორბიან. ვაი. ზემოთ არა. ვაი, მე როგორ ამოკრა. ჯერჯერობით ერთობი ძალიან და. იგო შეიძლება. ოფიციალურად ჩემჭამეს ბიჭო. არა მომკრა გეხვეწები ამდენი რძე არ დამაგცევინო. ძროხები უნდა ვწყემსო. ნახირში მივდივარ. ხო, ცოტა რაოდენობით, მაგრამ ხო არიან. ნახირია რა მაინც, რამოდენიმე ძროხის იმას უკვე ნახირი ქვია. ესე იგი მეძროხეობის საქმიანობაში უნდა გავერკვე ხალხო და მივდივარ ახლა იქითკენ მაქვს გეზი აღებული. ბოტები, რადგან წვიმიანი ამინდია ჩემი პლაშოვკა და სხვათა შორის ბავშვობიდან მიყვარდა ეს ჯოხები და ისინი წკეპლები და ვნახოთ გამოვიყენებ თუ არა. ჩემი ყანა უნდა გავიარო ჩემი. რა გზებზე მატარებ ბიჭორა. გაუვალში, ბურდებში. რა ტყობებში მატარებ ბიჭო რა. გავიხსენოთ ბავშვობა. ვაი მე აქ შევა ჩავეფლო. მამუკა ხო არ მიკბენე შენი ძაღლები. რაო ცუგი რაო. აბა სალამი. სალამი. დამანახე შენი წკეპლა და შევადაროთ. აი. ნახე. აი, ოი, თარაკა იმძიმი. აბა ეხლა მითხარი როგორია საქმეები ეხლა, აი, როგორ მიყავს ხოლმე? შენ დaqავს თუ ამათ დაყავ? იმად დავყავარ, მე ჩემ ჭკუაზე არ დადია. ეს გამოვდენოთ ეხლა აქედან. პირველი დავალება, ხალხო უნდა გამოვდენო შევარდნილი ძროხა. ცოტა მეშინია კიდევაც სიმართლე რო გითხრა და არ ვიცი. ნუ გეშინია მაგ არ მირქეს რამე რო. არა. კნიდან უნდა მიუდგე. ხო, კი. აბა წავიდა. მიდი. წადი, მიდი. წადი. არა, ზემოთ არა. მისია შესრულებულია, წავედი მეორეზე. ბიჭო, ისეთი ის არის, რა? გამო, იქიდან წავა, იქით ამხდნა. მოდი ჩემთან, მოდი. რა ამაზი ხარ შენ? მამუკა, ამას ვერ ვუმკლავდი. მიდი. ვერც კი წარმოგიდგენიათ, ახლა რა ადგილებში დავბორჯღიალობ. ესენი სულ ესე დარბია? არა, ეხლა გამომექცნენ და შემოვიდნენ ნაკვეთში თორე. იცი რა? საკმაოდ შრომატევადი პირველივე წლიდან საკმაოდ შრომატევადია ეს ყველაფერი. ესე გარბენინებენ ხოლმე? ძალიან. მოდი აქ. ნახსად შევიდა. აჰა. შეიპარა. მისია მეორე. აუ, სად შევიდა აქ როგორ ესეთ ადგილებში მიყვები ხოლმე? არა, ვერ შევდივარ და. ვერა, ხო, აი აქ როგორ უნდა შევიდე. ჯერჯერობით ერთობი ძალიან და არა, ალბათ მთელი დღის განმავლობაში ძალიან ძნელია, ხო? ძნელია. ეხლა მე პირველ საათზე ვამტყრე 4-მდე ვისვენებ. ხო, შესვენებაზე გაგიხარ. გამოვუშვებ და საღამომდე 8-ს დაბრუნებამდე ვაბალახებ. ვთქვათ, გამოდენე და ესე არ დარბიან და წყნარად ხარ. აი მაგ დროს რითი ერთობი ხოლმე. ვინ გაგართობს? არ გართობენ, თორე. არ რჩება მაგის. არა. თუ ჩამოეთხო გიწეხან ახლა გამომექცენ და დაორბივარ. ზოგი იქით გაიქცა, ზოგი აქეთ გამოიქცა, ძლივს მოუხარე თავი. აჰა, ესე იგი მაინც ონავრები არიან. ეგ რა გაკისერზე? სკამი. ვანახე. ოდნავ თუ გაქვს შესვენება და შეგიძლია ხედავ ყველა ძროხას, ჩამოჯდები ესე და ალბათ ჩაფიქრდები ცხოვრების ამოვებაზე. ეხლა უნდა ავდენოთ ძროხები, ცოტა მოშორებით დასახლებიდან, იმიტომ რომ ეხლა დასახლებაში ვართ და ცოტა მოშორებით მართალია არა გვაქვს დიდი მინდვრები, მაგრამ ასე თუ ისე რაღაცა მინდვრები არის და წავედით ხე იქითკენ.
აი აქედან მორბიან. ვაი. აუ ნახე ის იქითკენ მიდის. ეს ცუდად მიყურებს. ეს იქით არიქა. დედა რას ლაპარაკობ? აჰა, წადი იქითკენ. წადი. აბა ბოლომდე ვერ მოუყარეთ ჯერ თავი, ხო? თეთრი გვაკლია. რა მაინტერესებს იცი? კაი, გაზაფხულზე ვიცი, რომ ნუ კაი მწვანე ბალახია, მაგრამ აი შემოდგომის პირსა ესე რომ გადახრიოკდება ყველაფერი, მაგ დასაშვებიან. ეძებენ მწვანე ბალახს. ხო. აი სადაც წყალი გამოდის, სულ არის მწვანე თამოსული და ვიდიან იმას ჭამენ. ოფნით? ვაჭმევთ, თივას ვყიდულობ და ვაჭმევ. აჰა, დანამატი აქვთ ანუ. კი, აბა. მარტო თივა? თუ არა. თივა და ვაჭმევ ხოლმე ღერღილი. აჰა. ღერღილი, კოპტონი, სოიო ეს დაბკვილი. გეცდება რამე საჭმლად თუ ეს პირდაპირ საჭმლად. საჭმლად. უდუღებ წყალს, როგორც ღომის ფაფა და ეგრე ვაჭმევ. ძროხებს თავისი მენიუ ქონიათ. აბა. დუღარე წყალში. ღომი და ყველი. ღომს ვაჭმევ და ყველს იძლევიან. ყველს იძლევიან თვითონ. ამო გავყვეთ ახლა ამის. გავყვეთ და ისინი იმედია დაგვეწევიან. ამოვლენ საცავლენ. სულ რამდენი სული ყავს? სულ ყავს ახლა 4-5 აქ არის და 2 მომყავს ბოსელში. პატაწუნები. ო, აუ ხო, პატარები ძალიან საყვარლები არიან. აა პატარები და 3 თვისები არიან, 4 თვის. უკვე დიდები არიან. ეხავე ამ ვიდეოში ვადებინებ პირობას. თეთრი ძროხის მშობიარობას უნდა დავესწრო. კი ბატონო. ყოველ შემთხვევაში შევეცადო მაინც. ხო, ახლა ისეთი ის არის, რომ რო იგებს, მაშინ ვერ მოასწრებ. მანამდე რომ დაეწყება ხო მიხვდები. მე როგორც ვიცი შეიძლება ისე დაიმალოს იმ მომენტში რომ ვერც ვნახოთ როგორი მშობიარა, მაგრამ კი, გარბის ხომ ხო, იმალება. მაგრამ ცდას რა უდგას წინ? ვაი, დავიღალი ხალხო უკვე. და მე დავდივარ რამდენი ხანია და მამუკა დილის 6 საათიდან თურმე საქმეში ყოფილა. აჰა, წვიმაც წამოვიდა. აი ესე წვიმა მზეა, ქარია, მნიშვნელო თოვლია, თოვლჭყაფში რამდენჯერ მინახი ხარ. ხო და აუ არა ძალიან ძნელია ხალხო. ძალიან ძნელია და მე ჩვენ კიდე ვიტყვით რომ რაღაცა ძვირია და რაღაცას ფასი არა აქვს. აი ეს მთელი დღის შრომა ამდენი კაი საფიქრალი ადგილი კი არის, ისე გადასცქერი აქეთკენ თბილისი, რუსთავი, ყველაფერი ხელის გულივით ჩანს. ой, მე ესე ნახისად ჩასულან. წავედი ამოვყარო. მამუკა შემჭამე შენმა ძაღლებმა. აბაცა ეს როგორ უნდა? გადავ მეცხარეს. იგო შენ. ოფიციალურად შემჭამეს ბიჭო. ჩამო. ვაიმე, კიდე ქვემოთ მიდიან, მამუკა. შესვენებაზე გადი. აი. გახედე. ნახე. უფ. კარგია რა. მამუკა, რა მაინტერესებს ესე რომ დადიან ახლა და ჭამენ ყველაფერს. ხო შეიძლება რაღაცა ისეთი სცენარეში ჭამონ, ან ისეთი სცენარეში. კი, ყოფილა შემთხვევა ეგეთი. ხო არა. მეზობლის როხა ერთი და იგივე ადგილზე რაღაც სცენარის ჭამდა და იბერებოდა. აი და ბოლოს ვეღარ უშველეს და დაიღუპა. ან რამოდენიმეჯერ უშველეს მე ვეღარ. კი. აუ რა ძნელია ამ ხელაცა ქონია. ვერავდა. მეც დამეღუპა ერთხელ ყომში გადაყლაპა. ვაი, მე და ყომშმა გაგუდა? ყომშმა გაგუდა და დავკალით. დიდი ძროხ. გრაძნელი. ხო და ეგ როგორ უნდა აკონტროლო თქვათ? ვერა ხო? შანსი არ არის. არა, რეალურად მართლა ძალიან რთულია ეს საქმე. ესე მარტივი ერთი შეხედვით ძროხები ყავს და ყველი გვაქვს ესეთი ბედნიერება არ არის. მაგის მიღმა უამრავი შრომა, რამდენი ხანი ვიყავი ხა შენთან ერთად და ცოტა სულთაც მიჭირს. წარმოიდგინე ყოველდღე ერთი და იგივე.
ვერატოვებ. თუმცა მეგინდა წასვლა ვერ მიდიხარ. პატარა შვილები ვით არიან რა, როგორც შულს ვერ ტოვებ. ისე ამათი დატოვებაც ძალიან რთულია. ხო და არ გბეზრდება ხოლმე ეს ყველაფერი? ხო და აი მიჩვეული, მივეჩვიე. დილას ინსტინქტურად 6 საათზე ვდგები. გინდა, არ გინდა და ერთი და იგივეს რო აკეთებ, ადამიანი მიჩვევა იცის. აი, ეხა ჩემთვის სხვა მომენტია, რაღაცნაირად თვალი ცალკე ისვენებს, რო ვიყურები, რაღაცა ბევრი საფიქრალი თავისით მოდის თავში და აი რაღაცა ისეთია რა, მაგრამ ხო, ნუ ალბათ 1, 2, 3 დღე და მე რაღაცა მომენტში უკვე ხო რუტინაა. ისინი მე მგონი სახში წავიდნენ. აი, დაბლა ჩავიდნენ ჩემს. აგე ნახე სად არიან. მამო, არასოდეს არ მომიწველია ძროხა. არასდროს, ხო და უნდა მაცდევინო. დღეს მობრძანდით და მოწველეთ. თუ შევძლებ, ხო შეუძლებელი რა არის კაც, ყველაფერი შეძლებთ. ხა, უნდა მასწავლო. ცოტა ისეთი მშვიდი ძროხასთან დამაყენე, გეხოცები არ მირქინოს, არა მომწხოს. მარტო მოწველით უნდა შემოიფარგლო? არა, ყოველის ამოყვანაც უნდა მასწავლო. ნუ, რა თქმა უნდა, რახან არ მომიწველია, ყველიც არა მომიყვანია. ვიცი რა, მოდი ინსტრუქციები მოგცეს და მარტო უნდა გააკეთო ეს ყველაფერი. ხო. აჰა, გამირთულა საქმე, ხედავ, გამირთულა საქმე. ეხა შესვენებაზე გავალთ. და მე საღამოს საათებში, რომელ საათზე ამწყრობ ხოლმე? 8. 8 ნახევარზე. ხო. მე გადავალთ მოწველვაზე. დაღამდა და მოვიდა ძროხის მოწველის დრო. ეხა შევიდეთ და მოვწველოთ, მაგრამ თავარი რა არის, იცი? ერთადერთ ხელვარ ბოსელში ნამყოფი, ისიც მეზობლებმა წამიყვანეს და დაწოლილ ძროხაზე დამსვეს ძალიან პატარა ვიყავი. ძროხა წამოდგა და პირდაპირ ფუნაში გავადინე ზღართანი. არა, ნუ გეშინია ჩემი. პაწაწუნა წყავს ხო? პაწაწუნა. არ დავაფრთხო ეხა. აბა მამუკა, რითი ვიწყებთ? მითხარი. ვიწყებ ჩამოვწმენდით. ცხელი წყალი მაქვს ამოტანილი. უნდა ჩამოიწმინდეს ძუძუები. ესა წავიღო ეხლა. მომეცი მე? ხო. მოკლედ, ეხლა ეს ჩამოვწმინდეთ, ტალახიანი თუ რაც, როგორ უნდა დავჭდე ეგეც? დაჯექი, მასე დაჯექი. და უნდა გაუწმინდოთ მკერთი. კაი, გოგო, ხარ შენ. ვაიმე. პირველად მაქვს შეხება ესეთ რამესთან ნამდვილად. არასდროს არ მიცდია. ეს. აი. შემდეგი ეტაპი რა გვაქვს ახლა? აი, ვედრა და მოწველა. ვედრა და მოწველა. ეგრე მარტივი რო იყოს ახლა ვედრა და მოწველა. დადე ვედრა დაბლა, ოღონდ აქეთ შენსკენ. ჩემსკენ. აი, ეგრე და? აი, აქა? ხო. ფეხი არ ჩაგიტყას. უბრალოდ უნდა ჩამოვუსხვა? აი, მოუჭირე. აი, მე არ გამოდის. დაბლა დააწექი. ვერ შვები. აუ, როგორ უნდა ვქნა? აი. ძალიან უნდა მოუჭირო? ო, ნუ შენ, ნუ კი გეშინი, მე მოუჭირე. რა ვატკინო? რა უნდა ატკიდო, კაცო? დაიბრალდე. კი. ორივე ხელი. ორივე ხელი. არა. აი, ორი ხელი ვერ მოწევს. აი, მეორე წუთი. აუ, ბოდიში რა. აუ, ძალიან მიჭირს. ძნელი მოწევს, მაგარია. 1, 2, მეორე ვერა. ანუ მე ეს ჩემი მოსაწველი რა ხას ალბათ ზეგ დავატარებდი აი ეს აწელას გამოდის ვაკურამე? აი მე ხელზე შევისხი. იცი რა, გამოდის კი, მაგრამ მარცხენა ბლაგვი ხელი აღმომაჩნდა, ვერ შვები მარცხენათი და ამითიც ნუ ახლა ეს მე რომ მოვწველო, მართლა არ იქნება არასდროს. თუმცა აი ნახე, აგე აუ საოცარი პროცესი აღმოჩნდა. მე მიყვარს ცხოველები. აი ხა მუცელზე მაგმიდებული თავი. ой, მე რა კაკი გოგო ხარ შენ. ხო და მე მიყვარს ძალიან ცხოველები და ამიტომ ჩემთვის ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. აუ შეხედე როგორ. აი, აი, ორი ხელი. აი, ორი ხელი. არა. 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 აი, ორი
ნახე რას უშევ. ვაი, მე როგორ ამოკრა. საოცრება. კონდა აქამდე ნახე ეს. არა, რა თქმა უნდა, არა, საიდან მექნებოდა ნანახი. სხვადასხვას ეხა რატო აძლევ? 4-ს რომ მოვუწე, 4-ს შეუდგება მე. გადარევას ვარ იმდენად საინტერესო პროცესი, აი, არ ვიცი, გაოგნებული ვარ. შემდეგი ეტაპი რო წავალ, რა ხდება, მომიყევი. ჩავიტანთ რძეს საჭში. ხო. ქვაბი საწური. ხო. უნდა გავწუროთ საწურში. ხო, აი როგორ საწურში? რო არ გაყვეს რაღაცა? ო, ეხ სუფთაა, მაგრამ მაინც უნდა გაიწუროს. მერე გვინდა პატარა ჯოხი ხო? და პეპსინი, საბნიერი. პეპსინი არა მაქვს. გაგატან. პეპსის მატანე. პეპსინი მოხსნით თავს. იცი რა მითხარი? ეს არ უნდა ადუღდეს, ხო? არა, კაცო, რა უნდა ადუღდეს. გაზზე რამდენი ხანი? გაზზე არ უნდა იყოს, კაცო, გაზზე რო გაუნთებ. ხო. უნდა ურიო ამას, უნდა ამხლიო. ანუ ნახევარი საათი ეს პეპსინთან ერთად გავაჩერე, აჭრილი. არ უნდა, შეიძლება 15 წუთში დაიბნიოს. ხო. რამდენ ხანში დაბნეულს ნახავ, აი თით ჩაყოფ, რომ მაგარი უნდა იყოს და დაბნეული უნდა იყოს. მე ამას გაზს აანთებ, მოურევ, უნდა ათხლიფო სულ კარგად. ხო. და მე შეატყობ, რომ გათბება, იმას უნდა დაუბნიო, მე ნელ-ნელა მოუხარო თავი ყველს. სადამდეა გამთბარი, სადამდეც ხელი შემიძლია რომ ჩავყო. კი ბატონო, შენ თვითონ შეატყობ, მე დაუწიე გაზს. ხო. და ნელ-ნელა ამოიყვან. ვაკუჩებ ხო, ნელ-ნელა. ნელ-ნელა აკუჩებ და დრო გამაგრდება, მე ფორმაში ჩააგდებ და ატრიალებ ხშირად, რომ მარილი უნდა მოაყარო ზევიდან ცალმხარეს. ხო. ის გამაგრდეს თავი. მე გადმოატრიალებთ კიდე და კიდე მოაყრით მარილს. აი მე შულთან მიდის. თავს უხახუნებდა. აიე. კი, მე გავიგე და თუ ვერ გავიგე ვიდეოს გადავახვდა და უყურე. როკნა. მოკლედ დავთმე ახლა პოზიციები, იმიტომ რომ მე რო გავაგრძელო მოწვევა, დარჩებიან ხბოები, მშივრები, ყველი ამოსაყვანი და ზეგამდე ვერ მოვრჩები ამ ყველაფერს და ამიტომ დავუთმე მაინც პატრონს ადგილი გზა მივეცი. მე ვიმაიმუნე, მაგრამ თუმცა რომ გამოსვლადია, რომ კი თუ იზავ ამ ყველაფერს გამოსვლადია. უბრალოდ პირველი მცდელობისთვის და თან ხბოები ელოდებიან და ამიტომ ჯობდა რომ შემეწყვიტა ახლა ეს პროცესი. მაგრამ შემდეგი პროცესი გვექნება ყველის ამოყვანის. აი, მეგობრებო, ჩემი მოწველი ხუმრობ რა თქმა უნდა. ამაში ოდნავ მიმიძღვის წვილი, აი ამდენი დანარჩენი მამუკამ მოწველა და ეხლა წავიდეთ და ყველი ამოვიყვანოთ. არა მომკრა გეხოცები ამდენი რძე არ დამაგცევინო. აი ესე წავედით ეხლა. ეხლა შენ ძალიან მანათებ და ვერაფერს ვეყარ ხედავ ამ სიბნელეში, ფუნაში გავადენ ზღართას. აბა რა მოწვევი. აი, სუჩები მოწველილი, ხალხო, ჩემი ქმარი ძალიან მაწვალებს. რა თქმა უნდა, არ აღმომაჩნდა ყველის ამოსაყვანი. ბედნიერი ვარ და ეხლა რა გაწვალე? ყველის ამოსაყვანი ქვაბი არ აღმომაჩნდა, რა თქმა უნდა. ამიტომ გამოვიღე ჩემი უშველებელი, ამაში ალბათ ეხა ნახევრამდე არ გაივსება, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არა მაქვს. თან ეხა ყველაზე ცუდი რაც არის, მოყოლილით უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი და რა მეშველება. იმედია რომ რამე ისეთ შეცდომას არ დაუშვებ, რომ გამოუსწორებელი იყოს. ასე რომ წავედით. ეხლა გვჭირდება კვეთი, ხო კვეთი ქვია ამას. და ესე მითხრეს რომ ნახევარიო, თავსახურიო უნდა ჩავასხათ. მურევა უნდა მაგას? არა. არაფერი არ უნდა, ეს უნდა აიჭრას თავისით, თუ რაღაცა ქნას. მორევა უნდა ვითო? მოურიო? არ მახსოვს. მოიცა ვიდეო უნდა ვნახო. ვერ ვიპოვე. ფაქტი იმის შესახებ, რომ უნდა მოურიო თუ არ უნდა მოურიო, ამიტომ არ ვიცი რა უნდა ვქნა. ხო და მე რო კითხო ჩემ ხარს სულ დღეში არ მაგდებს. ხო და მოდი მოურიოთ, რას დაუშავებთ? ალბათ არაფერს. ვაიმე. მოკლედ ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიები და ჩვენი წინაპრები კიდე იყენებდნენ მაჭიკს. ხო და რა არის მაჭიკი? მცოხნელი ძუძუმწოვარა ცხოველების რთული კუჭის ბოლო მეოთხე განყოფილება, რომლის უჯრედები გამოყოფენ კუჭის წვენს, რომელიც შეიცავს რას? პეპსინს. ახალშობილი ცხოველების მაჭიკის წვენიდან მზადდება კვეთი, რომელსაც ხაჭოსა და ყველის დასამზადებლად იყენებდნენ ჩვენი წინაპრები. მგონიათ რომ მართლა ვიცი ეს ყველაფერი? დავგუგლე.
ჩანს. დაველოდოთ 9 საათი დაგიბრუნდებით. 9 საათი გავიდა და ეხლა ჩავხედოთ აბა რა მოხდა, ძალიან მაინტერესებს. ესე ვიზუალურად არაფერი არ ეტყობა. ვაიმე, როგორ გასქელდა! შედედდა, ნახე იმ პატა. მეთქი არაფერს არ შეხედე. ეხლა მე მგონი გაზი უნდა გავანთოთ და უნდა წამოთფეს იქამდე, სანამ ხელის ჩაყოფას შევძლებთ. მეტი არ უნდა გაცხელდეს, მე როგორც ვიცი. რაღაცა კითხვები დავსვი, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ბევრი კითხვა არ დავსვი კიდე და ნახოთ აბა ეხლა რას ვიზათ. წავედი. გაზი შევუნთეთ, ავუნთეთ, რაც ვქენით. ხო და ეხლა ველოდები როდის გათბება რძე, რომ მე ხელები უნდა დავიბანო კარგად და ჩავტუნტრო შიგნით. ნახოთ აბა. ვაიმე, ძალიან მაინტერესებს რა გამომივა საბოლოო ჯამში. ეხლა ამასაც აღარ სჭირდება რევა. მე მეკითხები? აბა ვის ვკითხო? წადინახებიდო. იქ არ მეუბნება მაგას გაზის შენთებიდან. ვაიმე, რაღაცა შვება ეს. აქედან გასკდა. აი ნახე, შუაში გასკდა და დაიწყო ამოსვლა და არ ვიცი, მე ვეტაკე იმას რა ქვია, რომ ამომერია, მაგრამ არაო ხელითო. ხელია? არა ჯერ. აი ნახე, უხურე, შეხედე? ვაუ, ძირი ცხელია. დავიცი ხელები. დამავიწყდა, რო დაადგავ გაზეო, მერეო სურევა სჭირდება ამ ყველაფერზე და ხელი კი არ უნდა ჩამეტუნტრა შიგნით. უნდა იმას მექნა ჯოხით, ხო, ციცხვი, რა ვიცი. ეხლა რა მოხდა და ეხლა ვანეიტრალებ, რომ ის ყველაფერი არ ვიცი, ეხლა ხელი მაგ შიგნით ჩაყოფილი და არ ვიცი რა ხდება. ურე, საკუთარი ხელი და ალაგ-ალაგ ხდება ძალიან ცხელი ნაკადი. ხო და გავანეიტრალე რა. აი, всё, ეხლა დავიწყე განეიტრალება ამ ყველაფრის. იცი რა ყველაფერი ორი ხელით ხდება? ჯერ ერთი იყოს რა. რანაირად უნდა მოვაგროვო. აი ეს როგორ უნდა მოვაგროვო? ეს მაწონია ჯერ. ხოდა საცადე. ბაცი. ასეთი გაყოლდეს. ვიტყლიბნაობ და არ ვიცი აქედან რა გამოვა. ცოტა ხარვეზი გვაქვს ხმაში, იმიტომ რომ ჩემი ქმარი დაეტაკა კამერას. გადააყირავა და მიკროფონის შესაერთებელი ჩაღუნა. და რა უშავსო კაცო რა უნდა მოუვიდოს და აღარ მუშაობს. მართლა არ ვიცი რას შვები და რა უნდა ვქნა და როგორ უნდა შევკრა და როგორ უნდა მოვაქუჩო ეს ყველაფერი ერთმანეთთან. აი, ეს უნდა გავწურო ნეტა? ჯერ ბოლომდე უნდა მოაგროვო. როგორ მოვაგროვო? საწავიღო. ხალხო, ხო არის ღირსი, ახლა გავეკიდო. ამის მეტი არა მაქვს ყველის ფორმა, რა თქმა უნდა არ მექნებოდა, საიდან მექნებოდა ყველის ფორმა. ხო და აქედან გამომდინარე, ვაი, უკვე მეწვება ხელები. კაი, დიდი გუნდა კი შევკარე უკვე. ხალები პატარა, ეხა არ ვიცი ამას რა უნდა უყო. ჩემი ინტუიცია, ნუ გავაკეთო. ჩემი ინტუიცია მაგას გადნახობს, რომ ეს თუ არ მას ვქენი, აქ წყალწლიდან თუ ამოვიღე, იქ ფორმას ვეღარ მიცემ. არ ვიცი. აი, შენი ბრალია რა დღეში ჩამაგდე. ეხა ეს რო ცოტათი ნანახი მაინც მქონდეს, ხო სხვანაირად მოვიქცოთ. ნახე რა საყვარელია. მოდი ჩავდოთ. აქ 9 კილო ყველია კიდე, რას ლაპარაკობ, დავტოვო. ჩემებური მეთოდებიც მაქვს, რა ვქნა? კლიენტ ვერ მოვაგროვე. ამიტომ აი ახლა ეს ვიზავ, ამაში მოვაგროვე. მერე მოვტკეპნი, ნახე, აგე ხო თქვი ბევრია მეთქი დარჩენილით ხო ეხა ვინც ვისაც ყველი ამოყავს და მიყურებს და გონი რამდენს იცინის რომ ეს რა აი ეგ დღეში უნდა ჩააგდო ცოლი მოკლედაც ამოვიღე რა არ ვიცი რა გავაკეთე ეხა ვცდილობ რომ ფორმა მივცე და ეს უნდა დაიწყრიტოს მაგრამ მე აი მოდი გადავატრიალებ აი ნახე რა ლამაზია გეუბნები რა მე მაგთან დაყოლილი ნიჭი ყველის კეთების. აუ, კაი ფორმა აქვს. ნახე, ეს იმედია რომ შეწებდება და არ დაიშლება. ეს რამოდენიმეჯერ უნდა გადმოვატრიალო და აი მერე უნდა მოვაყარო მარილი. მე ესე მახსოვს რომ ჩემმა მამუკა მეგრე ამიხსნა. მე მგონი გავს, ყველას გავს. აშკარად. ხო. საკმაოდ ლამაზი ფორმა აქვს.
მე ძალიან მომწონს. ეხლა კიდე ერთხელ გადავატრიალებ. ჩასმა მიჭერს. რო არ დავშალო. აი ესე. და ეხლა მოვაყრი მარილს. იცი არ დავიშურებ, იმიტომ რომ მე მიყვარს ცოტა მარილიანი ყველი და ამიტომ კარგად მოვაყრი, რასაც შეიწოს, რასაც არა მე მოვაშორებ ხელით. ხო ეგრეა? რა ვიცი, არ ვიცი, მაგრამ ალბათ ეგრეა. არ მომწონს. თქვით ეხლა რომ პირველი იმისთვის, რა ქვია, კარგი გამომივიდა. ნერვიულობისგან მე მგონი ხმა დამიჯდა. თახმაც აღარა გვაქვს. დაგემშვიდობებით ეხლა და ხვალ გავჭრას და ნახოთ რა იქნება. და აი მოვიდა გაჭრის დროც. აი, ჩემი ყველი. ნახოთ ეხლა გავჭრათ და რა ხდება შიგნით. იმედია რომ ყველია და ხაჭო არ არის. აბა წავიდა. შუაზე ვერ გავჭერი. არაუშა. ნაჩვეტები არა აქვს, მაგრამ აბა გავსინჯოთ ეხლა რა ხდება აქ. სავარაუდოდ ჯერ უმარილო იქნება, გარედან ეყარა მარტო მარილი, მაგრამ აი, ხმარ ვერ გაგეფუჭებინა გუშინ, ეხლა ღრაჭანს გაიგებ და მაყურებელი და ეხლა ვერ გაიგებს. მარილი აყია მოკლედ, თორე დანარჩენი ყველია, როგორც ყველი. მე ყვაყოფილი ვარ.